მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან მადლობა იმის რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც ამიტომ გაგიცნობთ მე ვარ კატო. Წამდენ მე წუთს წაგართმევთ და გეტყვით რომ აქცია ძალაშია 21-22 მარტს შეგიძლიათ პირად დიაგნოსტიკა მიიღოთ ფასდაკლებით. და ასევე მინდა გითხრათ, იცით რომ ამზადებ სანთლებს, მაგრამ ახლა დავიწყე ესეთი სანთლების მომზადება. ესე ბუს ფიგურები, ესეთი პატარა ბუს ოჯახები. ესე რო ვთქვათ, სხვადასხვა ფერში და შეგიძლიათ შევუკვეთოთ პირადი ურთიერთობის დასალაგებლად, ესე რო ვთქვათ, შეგიძლიათ შევუკვეთოთ ფინანსებისთვის, შეიძლება ანუ გააჩნია ვის რა სჭირდება დამუხტვა რა ენერგიებით სჭირდება, ესეთი ლამაზი ბუები არიან, თავიანთი შვილებით. ალბათ ბუ რატომ შეიძლება თქვათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბუ არის ძალიან დიდი კვიანი არსება, რომელსაც შეუძლია კარგად დაინახოს ყველა პრობლემა, იმიტომ რომ ბუ კარგად ატრიალებს თავის თავს და ძალიან საინტერესო არის, როდესაც ადამიანი ხედავს მის გარშემო ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს, ხო? და ნუ შესაბამისად ისაც მაგიტომ ავირჩიე ალბათ ბუ. ნაკმოდ გონიერია, ფრთხილია და ნუ ვიცი. და თავისი ფრთებით იცავს ვისთვის მატერიას, ვისთვის პირად ურთიერთობას, ოჯახურ სიმშვიდეს, სიწყნარეს და ასე შემდეგ, ხო? ნუ მოგეთ აი ესეთი მომენტია. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდი გავაკეთოთ ესეთი გაშლა. საინტერესოა, რა საუბრობენ ჩვენ ზურგს უკან, თუმცა უფრო საინტერესოა, როცა გვაინტერესებს და გვინდა რომ ვიპოვოთ, რა საუბრობენ პარტნიორის ახლობლები ჩვენზე, ჩვენ ზურგს უკან. ხო? საინტერესოა. ვის რა წარმოდგენა აქვთ, ესე რო ვთქვათ. მოკლედ, დავიწყოთ. ნახოთ რა ურთიერთობა ახლა ამ ეტაპზე. და იმის მიხედვით შევხედოთ მე რას, ან როგორ ხედავენ, ხო? როგორ ადამიანად, როგორ პიროვნებად წარმოუდგენი ხართ. კარგით, დავიწყოთ. რა ხდება ახლა ამ ეტაპზე? თქვენს ურთიერთობაში ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ეს არის ურთიერთობა ფაქტურად ახალი, რაღაც ემოციების სავსე, რაღაცა გვინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ერთმანეთზე ვიზრუნოთ, ერთმანეთს მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ. ცოტა ისეთი მომენტი არის, ის რასთან დაკავშირებით. ხო, ნუ მაგრამ რაღაცა იცით როგორი მომენტი არის, აი ახალი ურთიერთობის მომენტი არის და ამავდროულად არის მდგომარეობა, როდესაც აი ეს ახალი ურთიერთობა, ნუ ხო არ შეიძლება გაგრძელდეს, ნუ ახალია, ხო ერთი წელი როცა ურთიერთობაში ხარ, ნუ ახალია ურთიერთობა. მე რაღაცა ფეხურზე თუ გადახვედი, ისიც ახალია უკვე, მაინც განახლება ხდება ურთიერთობის. მაგრამ აქ არის რაღაცა პატარა ნიუანსებიც, რომელიც შეიძლება რაღაცა ტრანსფორმაციის მომენტია, შეიძლება რაღაცებს ფიქრობთ თქვენ, რომ თვათ ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, რაღაცა შიშების მდგომარეობაც არის ამ ურთიერთობაში. ნახეთ, რეალურად ესე რომ ვთქვათ, ურთიერთობა არის მოქმედებაში, მაგრამ არის სახიფათო მდგომარეობა. შესაძლებელია ვიღაცა ფიქრობს, რომ თქვათ მისიანებს არ მოსწონხართ და რაღაცა პრობლემა არის ურთიერთობაში. შეიძლება არც არაფერი ისეთი მაგას არ ფიქრობთ, მაგრამ უბრალოდ ადამიანს რაღაცა სჭირდება ცვლილებები, ხო? ახლა არა აქვს მატერიალურად კარგად საქმე და რაღაცა არც დიდად არ იკლავს თავს სამსახურის ზებნაში პირობითად, ხო? რაღაცა ემოციური ფონი აქვს, ცოტა ისეთი მომენტი და არ მიდის ესე ვთქვათ, არ გეხსნებათ და არ გიყვებათ რა პრობლემა აქვს. ნუ აი რაღაცა პატარ-პატარა გაურკვევლობები აქ ნამდვილად გააქვთ, ესე ვიტყოდი. წყენები, რომელიც რაღაცა არც თუ ისე სასიამოვნო არის თქვენთვის, ესე ვიტყოდი, ხო? შეიძლება ის ადამიანი სულაც ვერ ხვდება ამ ყველაფერს, ეს წყენა რა არის და როგორ არის. თუმცა, მოკლედ აქ არის ესეთი
ცოტა იმედგაცრუებების მდგომარეობა, ესე ვიტყოდი, ხვდებით, აი ემოციები არის, რაღაცა ერთმანეთზე ზრუნვა გვინდა, მაგრამ შეიძლება იცით რა მომენტი არის, ნახეთ, რაღაცა ვზრუნავთ ერთმანეთზე, მაგრამ ეს ის არ არის, რაც მინდა რომ იყოს, ხო? ანუ ნახეთ რატო. ყველა ადამიანი არ არის რომანტიკოსი და უბრალოდ ესე რაღაცა სანთლების დანთებით და რაღაცა ვარდის ფურცლებით, ვერ ხვდება რომ შესაძლებელია რაღაც ეს მომენტიც ქალბატონს უნდოდეს, ხო? შეიძლება ქალბატონი ვერ ხვდება რომ თქვათ მამაკაც ისჭირდება, როდესაც მასთან ერთად თუნდაც ბაკალუც მიირთმევს ფეხბურთის და ფეხბურთს უყურებს, ხო? არის ესეთი მომენტები ხა, არ არის მარტო ის, რომ ქალბატონებისთვის უნდა იყოს ყველაფერი და მამაკაცებისთვის არაფერი, ხო? რაღაცა გასარკვევი მომენტები არის და ის რაღაცა პრობლემები, რომელსაც თითქოს ერთმანეთთან ვერ ვამბობთ ან ვერ ვხსნით. გვიქმნის რაღაცა შიშების მდგომარეობას, გვიქმნის რაღაცა პრობლემებს, გვიქმნის რაღაცა ბრაზებს, თითქოს იმედგაცრუებულები ვართ და აი ესეთი საყოველთაოდ, ესე ვთქვათ, ყოველდღიური პატარ-პატარა პრობლემების მდგომარეობა არის. ამ ეტაპზე შესაძლებელია რომ იყოს ისეთი სიტუაცია, რომ რაღაცა გადაფასებაზე ვართ ურთიერთობის, რაღაცა კონფლიქტური მომენტი გვაქვს, ვიღაცა შეიძლება ქონდა რაღაც ისეთი წყენები და ცოტა ხანი რაღაცა დისტანცირების მდგომარეობას ვიჭერთ. აი ეს რაღაცა მსგავსი ურთიერთობა არის. კარგით, მოდით ნახოთ, რას ფიქრობენ მისიანები თქვენთან დაკავშირებით. რას ფიქრობენ მისიანები თქვენთან დაკავშირებით? იმას, რომ ძალიან სამართლიანი ადამიანი ხართ. ვერ ვიტყვით, რომ არ ხართ სამართლიანი ადამიანი, ხართ საკმაოდ სამართლიანი, ხართ საკმაოდ მიზანმიმართული, ხართ ძალიან ესეთი თქვენ ცოტა ეგოისტი ხართ შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს ეგოიზმი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ რაღაცა სითბო მისცეთ ადამიანს, არ შეგიძლიათ გვერდზე დაუდგეთ, ხო? როგორ ხედავენ? საკმაოდ ძლიერი ადამიანი ხართ, რომელიც ისახავს მიზანს და მიზანის ბოლომდე ასე ვთქვათ, მიყვება, ხო? ადამიანს, რომელსაც აქვს ნებისყოფა, რომ ხა ძალიან რთულია დაისახო მიზანი და მიყვე, იმიტომ რომ თუ ნებისყოფა არ აქვს ფიზიკურად, გინდა არ გინდა რაღაცები არ დალაგდება ისე, ხო? სადღაც შუაგზაში მიატოვებთ საბოლოო ჯამში. როგორ ხედავენ? ადამიანს, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგად ცვალებადობის კარგად აღქმა, ესე რომ ვთქვათ, შეგიძლიათ რომ მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, არ იცით, აი მაგალითად ხვალ წამოხვიდეთ სამსახურიდან და არ იცით რა იქნება, ხო? ხა ხვალ სამსახურიდან წამოხვიდეთ, ზეგ როგორ განვითარდება, ხა იპოვით თუ არა სასწრაფოდ სამსახურს, არ იცით, მაგრამ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელიც არ გარისკავს. როგორ ხედავენ? არ ვიცი, შესაძლებელია ამ ადამიანთან ცოტა რთულია ხო გეუბნებით, აი ცოტა ემოციური ნაკლოვანება გააქვთ და ცოტა რთული ესე ადამიანის თან ესეთ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება ამასაც ხედავდნენ, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ არ არის რაღაც ესეთი ძალიან წარმატებული თქვათ პირობითად ან რაღაცა პრობლემები აქვს, რაღაცა ცუნებები აქვს, რაღაცა გაურკვევლობები აქვს, არ არის ეს ფლად ესეთი შენჭირიმეს თქმელი ტიპაჟი ხა შეიძლება აგრესიული არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ყოველ წუთას შენ შემოგევლას ვერ გაუნებოდეთ ხო რაღაც, მაგრამ თქვენ მაინც ხართ ესე მყარად და იცავთ ამ ურთიერთობას იმისთვის, რომ რაღაცა სხვა რელსებზე გადაიყვანოთ, ხო? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ითქვას, იყოს საყრდენი კედელი სხვისთვის, ანუ მიუხედავად აი უიმედობის დროსაც რო გამოჩნდება და აი საერთოდ რო აღარ არსებობს რაღაცა იტყვენ სიცოცხლის ნიშანწყალია, მაგრამ საიდანღაციდან რომ მოიტანთ წყალს, დაუსხავთ ხეს და ხე აყვავდება, ხო? აი რაღაცა მსგავს ხედავენ თქვენში. მე ესე ვიტყოდი, თქვენ ეს ადამიანი არ ვიცი როგორ მოაქციეთ და აი როგორ მოაქციეთ და რა გააკეთეთ, მაგრამ როგორც ჩანს თქვენ ამ ადამიანში ძალიან კარგი ბალანსი შეიტანეთ, ხო? შეაძლებინეთ, დაეძლიეთ თავისი ცდუნებები. აქ ადამიანს თუ კონდა რაღაცა თავისი ესე რქები, ესე რომ ვთქვათ, რაღაც მოუკლიბეთ, ხო? შეიძლება შედარებით ნაკლებად
აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა ხო თუ ხათ ხა პირობითად ვთქვათ უყარს თამაში, რაღაცა ისე აღარ თამაშობს, ვთქვათ უყარს ბირჟაზე დგომა ხო, როგორ ვთქვათ ქუჩაში დგომა, მეგობრებთან ერთად ნაკლებად დგას ხო, რაღაცა ცვლილებებს აკეთებთ ამ ადამიანთან მიმართებაში. ადამიანის ახალი ხედვა მიეცით შეიძლება ცხოვრების, შეიძლება ურთიერთობის ზოგადად როგორ ხედავენ და ესეთ რა არის აი მე ესე გეტყოდით რომ თქვენ ხედავენ ადამიანს რომელთანაც არ უნდა ეშინოდეს არავის არაფრის იმიტომ რომ თქვენ იმდენად ძლიერი ხართ და იმდენად შემდგარი ადამიანი ხართ ну ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ შემდგარი მატერიალურად არაფერი ისეთი არ მაქვს მატერიალურზე არ არის შემდგარი ადამიანი არ ნიშნავს მაინდამაინც ფინანსურ რესურსს და ვიღაცას 5 სახლი ქონდეს და 4 მანქანა ეყენოს ხვდებით ეს არის შემდგარი ადამიანი რასაც აი აქ აზროვნებაში ზუსტად იცის როგორ უნდა მოიქცეს აბალანსებს სიტუაციას, როდის უნდა დახარჯოს, როდის უნდა შეინახოს, როდის უნდა გაიცინოს, ან ხვდებით, აი, კარგად შეგიძლიათ საზოგადოებაში არ იცნობ თქვა საზოგადოებას, არის წრეშება, საერთოდ არ იცოდეს რა თემაზე მიდის საუბარი, მაგრამ აი როგორც კი მოისმენთ, თქვენ ამას იმდენ სწრაფად გადაანალიზებთ, რომ ძალიან თავისუფლად შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ საუბარში, ხო? აი რაღაცა ისეთი ხართ, რო იტყვენ, იჭერთ იმ მდგომარეობას, რაც თქვენთვის საჭიროა. ხვდებით, აი და შესაბამისად თქვენაერ ადამიანთან, რომელსაც აქვს ესეთი მარიფათიანი ადამიანი რო ეძახიან, აი ეს მარიფათი, როდესაც აქვს ადამიანს, მასთან შიში მეორე ხარისხოვანია, ხო? ანუ იმიტომ რომ ის არის შანსი, ის არის გადარჩენის ინსტინქტი აქვს, შეუძლია არაფრიდან რაღაცა გამოიყვანოს, მას შეუძლია იყოს ესეთი თქვათ უცებ მოიფიქროს რა ცვლილება უნდა შეიტანოს თავის ცხოვრებაში რომ სიტუაცია შეცვალოს. ძალიან აქტიური ხართ, აი ენერგიით სავსე ადამიანი ხართ, აი რო იტყვენ ადამიანი სრულებით ენერგია, რომელსაც შეუძლია კარგად მიძინებული დათვის გაღვიძებად შეიძლება ითქვას, ხო? სიტუაციის მოტრიალება შეგიძლიათ. თქვენ ხართ ფორტუნა ადამიანი, რომელსაც აი თქვენი ენერგია იმხელა, რომ მარტო თქვენ კი არა, სხვებსაც ყოფნის და სხვის ცხოვრებასაც ძალიან ესე აქტიურ ფაზაში მოყავს, ესე ვიტყოდი. როგორ ხედავენ? თქვენ გააქვთ გავლილი ძალიან დიდი და ესეთი ცხოვრება, სადაც დაძლიეთ შინაგანი კონფლიქტები, ზოგადად ხალხთან არ ხართ ესეთი რაღაცა აგრესიული, თუმცა ვულკან რო იტყვენ ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფთ, ხო, საკმაოდ კარგად გასცემთ პასუხს. თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონი ხართ, აი ესე უყურებენ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მართოს თავისი ცხოვრება. არ ჩაახედოს არავინ მის ცხოვრებაში, არ მისცეს არავის იმის უფლება, რომ მისი ენერგიები წაიღოს, არავის მისცეს იმის უფლება, რომ რაღაცა დაუშაოს, ხო? ხო გამიმით თქვენთან რამდენადაც ნახეთ, როგორი ის არის, იცით ეს ადამიანები თუ არიან თქვენთან დადებითად განწყობილები და ამას თქვენ ნახეთ გულწრფელად დადებითად და ამას თქვენ ხვდებით რომ ეს ადამიანი გულწრფელად არის თქვენთან თქვენ ძალიან შვიდი ხართ ძალიან კარგი ხართ თავისუფლად ხართ ამ ადამიანთან და უშვებთ თქვენ სივრცეში მაგრამ როდესაც ხედავთ რომ ადამიანი გეპირფერებად აი მან უკვე მართლა ჯიბეში არ ჩაიყოფთ ხელს სიტყვისთვის და აი პირდაპირ გააჩერებ და ეტყვი რომ იცი რა შენ არ ხარ ის ადამიანი რომელიც ჩემს გვერდზე უნდა იყოს. ესე ვთქვათ, ხვდებით, აი, აქ შიში ზოგადად არც იმის გეშინიათ, რომ ამითი რაღაცა ვინმეს დაკარგავთ. ეტყობა იმდენად გაქვთ უკვე რაცები გამოვლილი და დაკარგულიც და რაღაც ისეთი ნატკენიც, რომ უკვე აღარა გაქვთ ეს შიშის მდგომარეობა, ხო? თქვენ ხედავენ ძალიან ესეთი
მეოჯახე თბილ ადამიანს, რომელსაც ურთიერთობა არ ეშლება, რომელიც საყრდენია, რომელსაც შეიძლება მიანდო ოჯახი, რომელიც არის საკმაოდ კარგად მოაზროვნე, დახვეწილი, შეიძლება რაღაცა ცოდნებიც ჰქონდეთ, ხო? ნუ ხომ პირდაპირ ეზოთერულ განვიხილოთ, თუმცა შესაძლებელია რომ მსგავსიც იყოს. ნუ ყოველ შემთხვევაში მოდით ესე ვთქვათ, კარგი ლოგიკა გაქვთ, კარგი ინტუიცია გაქვთ და აი ეს ყველაფერი ძალიან ისეთი არის. შეიძლება ვიღაცამ იცოდეს როგორ უნდა მოიხმაროს ესათვის ბალახეული, ხო, თქვა წამლების კუთხით, აი რაღაცა რჩევა რო სჭირდება, ზუსტად ეუბნებით რა ბალახეულით შეიძლება იმკურნალოს ადამიანმა, ხო, აი რაღაცა გააქვთ ისეთი საინტერესო რაღაცეები. ამავდროულად ნახეთ ფიქრობენ იმასაც რომ და ხედავენ იმასაც რომ ნუ გაქვთ რაღაცა ცოტა ტრაუმული მომენტები, რომელიღაცა გულისკენები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეს ყველაფერი გადაიტანოთ ამ ურთიერთობაში, ან უბრალოდ გამოიტანოთ გარეთ. ეს შინაგანად ბოლომდე ეტყობა ბოლომდე რო არ უშვებთ ადამიანებს, ეს ის მომენტია, ხო? აი, როდესაც არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს ოჯახზე ვასაუბროთ, ჩვენს ურთიერთობაზე ვასაუბროთ, რაღაცა კითხვებს რო სვავენ, შეიძლება ნუ ცდილობის ფარგლებში სცემთ პასუხს, მაგრამ იმის იქეთ აღარ აძლევთ საშუალებას, რომ რაღაცა უბრალოდ ზედმეტად ნოცა გითხრათ, ხო? გითხრან და ნუ შესაბამისად ეს ძალიან ისეთი მომენტია. ნუ ესე ხედავენ, ნუ შეიძლება აინტერესებთ რა ხდება თქვენთან თქვენი გეგმები აინტერესებთ და თქვენ არ აძლევთ ამ სიტუაციაში და რაღაც მომენტში შეიძლება ფიქრობდნენ რომ თქვენ რაღაცა მაგ კუთხით ხართ ჩაკეტილი, ხო? როგორ ხედავენ? ხედავენ საკმაოდ აი როგორი მომენტია, აი ძირითადი მომენტი როგორც ჩანს თქვენს გონებასთან არის დაკავშირებული თუ ემოციასთანაც კი, მაგრამ აი რატომღაც უფრო მეტად ჭკვიან ადამიანად აღვქვავენ. ადამიანთან, რომელსაც აქვს კარგი პერსპექტივა ცხოვრების, რომელსაც შეუძლია ადაპტაცია ახალ საქმეში, ახალ წამოწყებებში, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება ყველანაირ სირთულესთან მიმართებაში, ხო? იპოვოს გამოსავალი პრობლემებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს სხვებთან ერთად, ანუ არ არის ისეთი, რომ თქვათ, უბრალოდ შეიძლება ითქვას, აქ ინფორმაცია დაამუშავოთ და ისე ითანამშრომლოთ, ხდებით, აი ხო გქონდა აქ ყველას არ მიუშვებთ და ყველას არ მიიღებთ, აი ეს მომენტი არის. ესე ხედავენ თქვენს პიროვნებას. მოდით თვითონ თქვენი პარტნიორი როგორ ხედავს, როგორ ხედავთ თვითონ თქვენი პარტნიორი როგორ ხედავთ. ძალიან თბილ, ძალიან ემოციურ, ქარიზმატულ, ბნებიან, ეშხიან ადამიანად, რომელთანაც ძალიან სასიამოვნო არის ურთიერთობა, რომლისგანაც შესაძლებელია რომ ძალიან ბევრი რამ ისწავლოს. მასწავლებელი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების რაღაცა ახალი გზა ასწავლა, ხო, თუნდაც სიყვარული ასწავლა, თუნდაც რაღაცა ემოციების გაღვივება ასწავლა, ხო? გამოფხიზლება ასწავლა, სამყაროსთან ურთიერთობა ასწავლა, რაღაცა ციკლი დაამთავროთ ამ ადამიანის ცხოვრებაში, რაღაცა აყოლილი სიტუაციებს, ხო, აი რაღაცა მდგომარეობას, როდესაც არის აყოლილი ადამიანი და თან უნდა ამ სიტუაციიდან გამოსვლა, მაგრამ ვერ გამოდის და თქვენი გამოჩენით ესეც კი მოგვარდა, ხვდებით? აი ესეც კი ძალიან მარტივად და მშვიდად დაალაგდა და მოახერხა რაღაცა კონკრეტული საკითხების ჩახურვა და აზრზე მოსვლა, ესე რომ ვთქვათ, ხო, თავის გამოყვანა, ისევ თქვენი ცოდნებით, ისევ თქვენი რჩევებით, ისევ თქვენი დარიგებებით. საკმაოდ ისეთი ენერგეტიკულად ძალიან კარგად არის ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, ესე ვთქვათ. ნუ თქვენთან რომ ეს საყრდენი ხართ ფაქტიურად ამ ადამიანისთვის, ესე ვთქვათ. აი თქვენ ხართ მიმწოლით სიტუაციაში და საყრდენიც ერთდროულად, იმიტომ რომ ნუ აი ადამიანი აღიქვათ ეს ხართ ის ადამიანი, ვისთანაც ნუ აი რაღაცა
ეს ემოცია და ეს რაღაცა ეს სექსუალური სწორად გამიგეთ შარმი და ამავდროულად ეს ძალიან ისეთი მეოჯახის როლიც ერთად გაქვთ მორგებული, აი ყველაფერი ერთშიო რო იტყვიან, აი ესია ხო თქვენთან სულიერთაც კარგად არის, მატერიალურთაც მშვიდად არის, იმიტომ რომ თქვენი იმედი აქვს, ვნებაც საოცარი აქვს თქვენს მიმართ, ინტერესიც აქვს, ანუ საკმაოდ ისეთი ის არის, მაგრამ აი აქ რატომ გაქვთ ეს ქაოტური პერიოდი ცოტა რთულია. აი გაქვთ ახლა აი ამ ეტაპზე არა და ესეთი ხედვა მისიანების და თვითონ ამ ადამიანისაც ძალიან საინტერესოა. რატომ გაქვთ? მოდით ვკითხოთ, რატომ არის ეს ქაოტური სიტუაცია? ეგო. ანუ როგორც ჩანს რაღაცა ჩვენ ეგოს ვერთმობთ, ისიც რაღაც თავისებურად ჯიუტი ადამიანია, ისიც თავისებურად რაღაცა შეიძლება ითქვას, რომ კი ყველაფერი კარგია, მაგრამ თავდაცვის რეჟიმშია ჩამდგარი და ყველაფერს შენ ხო არ დაგიჯერებ. აი, ხო ხვდებით ეს მომენტი, როდესაც არის, აი, კი, ყველაფერი კარგია, კი, ზუსტად და სწორად მაძლევ მინიშნებებს და რჩევებს, მაგრამ ყველაფერს შენ ხო არ დაგიჯერებ, არა? ანუ სირცხვილია, რა ვიცი, არ ვიცი. ნუ ეს რაღაცა მომენტი არის. და შესაძლებელია აი აქ რაღაცა ეს სიჯიუტის მდგომარეობა მიიყვანა აი ამ სიტუაციამდე, რომ ცოტა ტკივილის მდგომარეობა და ეს რაღაცა განხეთქილების მდგომარეობა. თუმცა მისთვის ძალიან ასე ვთქვათ, ენერგეტიკულად საინტერესო ადამიანი ხართ. ვერ ვიტყვი რომ არ ხართ საინტერესო. მაგრამ როგორც ჩანს ეგოს ჯერჯერობით ვერ ამარცხებს. ნუ ესე გამოვიდა. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა. მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს, სიყვარულს თითოეულ თქვენთაგან წარმატებას და შეგახსენებთ, რომ სანთლებისთვის უნდა ამირეკოთ კი არა და მომწეროთ პირად შეტყობინებაში, შევუკეთოთ თქვენთვის სასურველი ბუ, ესე რომ ვთქვა, თქვენთვის სასურველი ენერგიებით გამოყული, რომელიც გამოგეგზავნებათ და შეგიძლიათ მერე გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, როგორ უნდა გამოიყენოთ, ამის ინსტრუქციაც აუცილებლად მოყვება რა როგორ უნდა გააკეთოთ. მე გისურვებთ ბედნიერებას, თითოეულ თქვენთაგანს დრო.